მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლიძე იმუშავებს. ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავი ოზურგეთში ღონისძიებებით აღინიშნა. 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ოზურგეთში დილიდანვე დაიწყო. ტრადიციისამებრ ვეტერანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ობელისკთან შეიკრიბნენ. მარადიული ცეცხლი აანთეს, უცნობი ჯარისკაცი საფლავი გვირგვინებით შეამკეს და 1945 წლის 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მაგაზე მეტი ბედნიერება აღარ იქნებოდა ცხოვრებაში. რო გამოაცხადეს რომ ომი დამთავრდაო პირდაპირ აღწევანებული ვიყავი ჩვენ და მაგი იყო ჩემი სიხარული ცხოვრებაში. მაშინ იყო სიხარული და გამარჯვება. იმ დღეს შევიყავით ყველას უხაროდა. ომში ნამყოფსაც და ახავრებსაც. სახში ვინც იყო, ყველა გვილოცავდა. 9 მაისი ეს არის უდიდესი დღესასწაული ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის ჩვენ სამამულო ომში, დიდი სამამულო ომში რომ პირველმა გაიმარჯვა და დაანახა მსოფლიოს თუ ვინ ვიყავით ჩვენ. ამაზე დღე არის დღეს, რადგანაც გვაქვს საშუალება რომ მოვეფეროთ და პატივიცეთ ჩვენს დიდ ხალხს, ჩვენი ბებიების და ბაბუების თაობას, რომლებმაც თავისი ვაჟკაცობის სამშობლოსადმი ერთგულება, სამშობლოს სიყვარული ჯერ კიდე გასულ საუკუნეში გვაჩვენეს ჩვენ და მადლობა ღმერთს, რომ სწორედ ამათი შთამომავლები არიან 21 საუკუნის გმირები, რომლებიც ისევე იცავენ სამშობლოს დღეს, როგორც თავის დროზე ჩვენი უხუცესი ადამიანები. მოგვიანებით ვეტერანები თეატრში მიიწვიეს და მათთვის კონცერტი გამართეს. ადგილობრივ შემსრულებლებთან და ანსამბლებთან დრამატული თეატრის მსახიობებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებმა და პროექტ ნიჭიერის გამარჯვებულმა ვანო ფიფია მიიღო. წელს მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილეს მთავრობამ საპენსიო ბარათზე 200 ლარის ოდენობით თანხა დაურიცხა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი ოზურგეთელი ვეტერანები 50 ლარით დაასაჩუქრა. ოზურგეთში ევროპელმა მოხალისეებმა ადგილობრივებთან ერთად ევროპის დღეს სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით 9 მაისს ევროპელები ევროპის დღეს აღნიშნავენ და ცდილობენ ოზურგეთის სინამდვილეში ევროპულ განწყობას ქართული ემოციების შეუსაბამონ. კინოთეატრ ოზურგეთიდან დაწყებულმა მხიარულმა ტალღამ მალე მთელი ქალაქი მოიცვა. ევროპელი მოხალისეები შეკრებულთათვის დადებითი განწყობის შექმნას სხვადასხვა ხერხით ეცადნენ. ჭადრების ბაღში ჟღერდა ევროპული მუსიკა. მსურველები ევროპულ ტკბილეულს აგემოვნებდნენ. თუ ერთი სახეს და ხელებს საინტერესო ფიგურებით იხატავდნენ, სხვები სახალისო შეჯიბრში იღებდნენ მონაწილეობას. საგანგებოდ ამ დღისთვის მოეწყო გამოფენაც თემაზე დისკრიმინაცია, რომელზეც პატარა მხატვრებმა საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს. სანებულ დღესასწაულს საფუძველი 1950 წლის 9 მაისს ჩაეყარა. მას შემდეგ ეს დღე აღიქმება როგორც პირველი ნაბიჯი ევროპული ქვეყნების გაერთიანებისა. ჩვენ დღეს ევროპის დღეს აღნიშნავთ. ვეცადეთ ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ დღევანდელი განწყობა ამაღლებული ყოფილიყო. ჩვენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან ვართ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან ყოველთვის აღინიშნება ეს დღე, გადავწყვიტეთ დღესასწაული ქართველებისთვისაც გაგვეზიარებინა. ჩემი სახელი ანია. ეს დღე მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენ ყველანი ერთი მთელის ნაწილი ვართ. მართალია სხვადასხვა ქვეყნებს წარმოვადგენთ, მაგრამ დღეს ყველანი ევროპულ კავშირში შევდივართ. სასიამოვნოა, რომ ასეთი რაღაცები იმართება ოზურგეთში და იმედია ყოველ წელს გაიმართება. ძალიან მსიამოვნებს, რომ უცხოელებიც არიან, კარგი დღესასწაულია, იმართება გამოფენები, ბევრი შეჯიბრებები, პარადიც იყო და ძალიან კარგია რა. მოკლედ ყველა წელს გაიმართება იმედია. ევროპელი ახალგაზრდები, ქართველი ახალგაზრდები გაერთიანენ ამ იდეის ირგვლივ, სანამ მოხდება ჩვენი სრული ევროინტეგრაცია, რომ ეს სხვადასხვა ქვეყნის ევროპული წარმომადგენლები იცნობდნენ ქართველებს და იმათი კულტურა შემოიტანონ ჩვენი კულტურა ვაჩვენოთ და ფაქტიურად ამ დღისთვის როცა მოხდება ღმერთის გაერთიანება მზად ვიყოთ. რუბრიკის დაუსვი შეკითხვა ხელისუფლებას ფარგლებში რეპორტაჟს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათიდან გთავაზობდა. კონჭკათი ურმეთთან ერთად მერიის თემში შემავალი სოფელია. რაც უნდა უცნაური იყოს საუბარს აქ ყველაზე საშიში გარეული ცხოველით გელით იწყებენ.
როგორც აღმოჩნდა, ამ მიზეზის გამო მსხვილფეხა პირუტყვი უკვე ბევრმა ოჯახმა დაკარგა. Podobile სკოლები და ახლო ხანში ახლა ერიგბრის წინ ორი ძროხა შეჭამა მაგეთ ძროხა და რაცა მოაქციოს რაიონმა ყურადღება და ნება მიცეს ახალგაზრდა და გავალ და მოკლათ დაუწყვეტს ამ კლებს და ლახან მდგომარეობა რთული მდგომარეობა დიდი ხანია დაახლოებით 3-4 წელი მეტი თუ არა შემოტევა გვაქვს და დაზარალებულია სოფელი მაგ მხრივ ძალიან დიდი ზიანი მოაქვს პრობლემაა გზაც, რომლის მოასფალტებას თუ არა მოხრეშვას მაინც ითხოვენ კონჭკათელები. საიც გაფუჭებული გვაქვს კონჭკათის მიმართულები და აცხა მეიხრეშოს თუ რამე არის გაგეთო სასვალე და თელი ახალგაზრდები დავდგები და მოეხმარებით. პრობლემა სოფლის არის გზა. ამაზე ვარესი გზა მე არ ვიცი რომელიმე სოფელს თუ აქვს. სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს წყალი, უფრო სწორად კი უწყლობა. ეს პრობლემა კონჭკათისა და გოგორეთისთვის საერთოა და სოფლის ცხოვრებაში ბევრ დაბრკოლებას იწვევს. ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის რაცა აგია წყალი, იმიტომ ახალგაზრდა ქალი ვარ, ბავშვები მყავს და უწყლოდ ძალიან ძნელია. რომელი საუკუნეა რომ წყალი არ იყოს. წყალი საერთოდ რამ კომუნისტების მერე წყალი არ ქონია ერთი წვეთი საერთოდ. ხო, და წყალის გაკეთება და გზა ეს არის სოფლის თავარი საქმე, მთლიანი სოფლის საქმე. მაშინ როცა მატერიალური პრობლემები ბევრია, რთულია სასოფლო სამეურნეო ხარჯების გაწევაც. მაშინ როცა შხამ ქიმიკატების ღირებულება მაღალია, არადა ის ყველა კულტურას ესაჭიროება. რო სასუგი ნამედარი ძვირია 54 ლარზე ასულა სასუგი და გლეხი ვერ შეძლებს. კაია ჩვენ თესავთ ახლა 38 ლარში 11 დროს, მაგრამ იმას სასუგით არ იქნება მიწა. ჩვენ დამშავიანი მიწებია და სასუგით 12 არაფერი არ მოდის. 30 ლარიანი ვაუჩერები თუ ვიზამთ რამეს, აბატონო აგერვათ. საყოველთაო უმუშევრობის ფონზე იუმორს მაინც არ კარგავენ და პენსიონერებს მდიდარ ადამიანთა რიცხვში მოიხსენიებენ. ალბათ 2%-ის ასხ. თუ მუშაობს მეტი არცან არც ერთი არ. კიდევ გაი ერთი გვაქვს. იგი რომ მოხუცებულება უხარია ხალხს რომ მოხუცებულებაში შედის პენსიაზღებულებენ აია პენსიონერებია დღეს დიდარი რა. ისევე როგორც გოგორეთისთვის კონჭკაცისთვისაც პრობლემაა საბავშვო ბაღის არქონა. ბაღი გვინდა. პატარები უკრავს. განვითარება უნდა ბავშვს სკოლაში შედის, ყველაფერს ასწავლიან ბაღში და ახლა სოფლის ბავშვებს ძალიან უჭირს ახლა ლექსი და მახსოვრება დაათვლა ამფერი ახლა სოფლის ქალებს ჩვენ არ გვცალია ბავშვებს დაუჯდეთ და ვამეცადინო და არ დაგვიჯერებს ახლა იმ სადაც რომ ბაღში მეტი ყურადღება ხანე ახლა სოფელში თხინვალს აქვს ბაილეთს აქვს მაგრამ ამის შორეზე რით უნდა ვატაროთ მეტი არა გამომდინარე იქიდან რომ საბავშვო ბაღი მერიის თემში საერთოდ არ ფუნქციონირებს თუ ყველა სოფელში არა მთელს თემში ერთი ბაღის გახსნაზე ალბათ აუცილებლად უნდა იფიქრონ შესაბამისმა სტრუქტურებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სარეაბილიტაციო ცენტრში 9 მაისი ვეტერანებს კონცერტით მიულოცეს. გურიის შეზღუდული შესაძლებლობების სარეაბილიტაციო ცენტრში 9 მაისი განსაკუთრებულად იზეიმეს. ბენეფიციარების ინიციატივით ოფის ათეულობით ვეტერანი ეწვიათ და მათთვის გამორჩეული დღე ბავშვებთან ერთად აღნიშნა. პატრიოტული თემატიკით გაჯერებულმა რეპერტუარმა, ნიჭიერის გამარჯვებულმა ვანო ფიფიამ, ოფისის ბავშვების გულწრფელობამ და გონიერებამ ვეტერანები აღაფრთოვანა, სრემლები მოგვარა. სარეაბილიტაციო ცენტრის სიურპრიზი ჭარმაგი მეომრების მიმართ ამით არ დასრულებულა. ოფისის ბავშვებმა ვეტერანებს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები გადასცეს და დღეგრძელობა უსურვეს. მინდა მოვხადო ამის ვეტერანებს აქ მობრძანებისთვის და იმისთვის რომ ჩვენს კიდევ ერთხელ საშუალება მოგცეს რომ დაგვემტკიცებინათ თუ როგორ ყარან ისინი და მათ გაუწიეს საქართველოს იმხელა სამსახური რომ დღესდღეობით არავის არ გაუწევია ამ ხელა სამსახური და მე მინდა რომ მათ ეზეიმოთ უკვე საქართველოს გამთლიანება ჩვეულა ქვეყანა პილოტად შეასრულა თავისი ვალი ცივილიზებული მსოფლიოს წილაში დიდი სპორტი გაიღო და სწორედ აი ხალხის სიცოცხლის ფასად ჩვეულა ქვეყანა შეილაჩვა თავისი კულტურა, თავისი ენა, თავისი სარწყულოება, მოიპოვა თავისუფლება და მე მინდა მადლობა გადავხოდო აქ მოზალებისას თვითონებად დგას უსურვოთ გეგზოლობა, დიდხანს სიცოცხლე და ჩვენ ახალგაზრდები და თქვენ ხოლოდეს იმისი სურვილი, იმისი იმედი ყოჩოს და ასეთი ადამიანები ყოჩოს გვახსოვს და პატივისცემთ. რადგანაც ეს არის ჩვენი ისტორია და ისტორიის დავიწყება კიდევ არ შეიძლება. სამამულომის მონაწილე ვარ. მიხარია რომ დღეს თქვენ მოგვიწვიეთ, მიყვარს აი ასეთი ღონისძიებები. როცა ასეთ ბავშვებს, რომელსაც თავისებური რაღაცა აქვს, ის ჩემთვის გულს სწვავს. ღმერთმა დაამჩნევს ისე რომ ეს ქვეყანა მართლაც
მშენებლობისაკენ წასულიყოს. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება ამით დასრულებულია. ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. კარგ გაბრძანებოდეთ.